შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ ხელად ძალა იმალება შენს შიგნით. ზოგი ამას პლაცებოს ეძახის, ზოგი სასწაულს. ჩემი აზრით კი ეს ქვეცნობიერის ძალა და ქვეცნობიერის მაგიაა. პოზიტიურ აზროვნებას უშუალოდ ძალიან დიდი და წმინდა ძალა გააჩნია. ჩვენივე სიტყვები, აზრები, დარწმუნებულებები კი ფაქტობრივად ანაყოფიერებს ან წამლავს ჩვენს შინაგან მეს. ის თუ რა ინფორმაციას ღებულობ ყოველდღე სხვადასხვა წყაროებიდან, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზორი თუ ასე შემდეგ, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს შენს ქვეცნობიერზე. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი პროგრამის ნაწილია. იგი უშუალოდ ილექება ჩვენს ტვინში და ახდენს ჩვენივე რეალობის ფორმირებას. ფორმირებას ისევ და ისევ ნეგატიურ ან პოზიტიურ ჭრილში. ეს იყო მცირედი მაგალითი იმისთვის, რომ მიხვდე, თუ რამხელა ძალის მატარებელი არის ჩვენი თითოეული აზრი ჩვენს ცხოვრებაში და რამხელა როლი უჭირავს მას ჩვენი რეალობის ფორმირებაში. მე ვარ ბედნიერი. უთხარით ეს ფრაზა თქვენს თავს ყოველდღე და სულ მალე ნახავთ, რომ თქვენი რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება და თქვენ აუცილებლად გახდებით ბედნიერი.